ნინო დამაკა პოლიცია რომ იქცევა მოგელი ასეთი ქალები ჩვენ ძალიან ცოტა ნიკოს ძალიან ცოტა ნიკოს და მასეთ ქალებზე და მასეთ პატრიოტ მამაკაცებზე ვდგავარ ჩვენ და მითომ ვართ აგერ 900 წელი დამოკიდებულება მის მიმართ შურისის მიზნით მოსგონია რა. რა უნდა იყოს ეს? არა ნორმალური. ადამიანურად დააჯენა მაგ. გამარჯობა. პენსიონერი, ახალგაზრდა, მეთევზე თუ ამავე თევზის გამყიდველი. ბათუმში არ არსებობს არც ერთი ასაკის და პროფესიის ადამიანი, რომელიც მზია ამაღლობელის წინააღმდეგ შეთითხნილ და პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის საქმეს, რაიმე გამართლებას უძებნის. არსებობენ ადამიანები, ვინც სათქმელს ამ კაცების მსგავსად პირდაპირ და დაუფარავად ამბობს. ასეთ კაცობაზე საერთოდ ლაპარაკი არ იყო. ის ჩვენი სეფცულია. მეტი არ მართლა. ის არის ქართველების სეფცული. მაგრამ არ უნდა თქვა საცხარო წავიდეს მე ქართველი. ასეთი ხალხი ჩვენს იდენტობას, ჩვენს ტრადიციას ლანდღავს. მეტი რა უნდა იყოს. ხალხი არის დაშინებული. ხო. მას ამოვიღებ როგორც მზია ამაღლობელს, ესე დაგემართება. მესმის. გასაგებია. მას ამოვიღებ და ხვდები. აჭარის რეგიონში ბევრია ისეთიც, ვინც აზრის პირდაპირ გამოხატვას ერიდება. არ მალავენ, რომ უფრთხიან ქართული ოცნების რეჟიმს, რომელიც შიშსა და ძალადობაზე დგას. სჯერათ, რომ ხმამაღლა საუბრის გამო ხვალ რეჟიმმა შესაძლოა შური მათზეც იძიოს. თუმცა ირიბად მაინც ყველა აღნიშნავს, რომ ის, რაც მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმდინარეობს, დაუშვებელია. არ მეთქვი შეთქვი გურამი. რატო არის? სასჯელი კაცს და არ ეთქვის ამხელასაშენ. შეიძლება სტილის გართმაზე იყოს ადმინისტრაციული ჯარიმა, რაღაცა სახდელი პატარა სახე, ოღონდ 6 წლიანი პატიმრობა არ ეკო. შენ აგიდა ახლა მე მომადგე და ამახმევიო ნაკედა. აი ვინ უნდა მოგადგეთ? კაცი რო ხალხს უჩივის სილის დარტყმის გამო ეს მოსულა? ეს არ მოსულა. ეს ადამიანობის საკითხი. მაგათ ყველაფერს უქმნება. ყველაფერს უქმება საძლეველი. აჭარის მოსახლეობის ნაწილისთვის მზია ამაღლობელი ჟურნალისტია. ზოგისთვის პრინციპული და ამაყი ქალი, რომელიც უსამართლობას არასდროს ეგუებოდა და ვერ შეეგუა ვერც მისი ფიზიკური თავისუფლების ბოლო დღეს, როდესაც შეაფურთხეს და შეურაცხყვეს. მოდი ერთი დამენახე ახლა, მოდი. მოდი რო იმალები ერთი, მოდი რო. შეხახმა საქცია გამოგიტანა და ვინ არის, როგორი ადამიანია და რა მნიშვნელობის საქმეს უკეთებდა აჭარის რეგიონს? ვკითხეთ ბათუმელებს. აი მე როცა მზია გავიცანი, ეს იყო ბევრი წლის წინ, ახლა ზუსტად ვერსი გავიხსენებ. აღმოჩნდა რომ დიდი ხნის განმავლობაში ვიცნობდი მზიას, მაგრამ მზია ამაღლობელი მეგონა სულ სხვა ადამიანი. იმიტომ რომ მესმოდა ბათუმელების ფლობელი მზია ამაღლობელი და წარმომედგინა არ ვიცი რა, ფლად ბიძინა ივანიშვილი არა, მაგრამ რაღაცა ისეთი რა, ოლიგარქი მაგნატი და აღმოჩნდა რომ ეს მზია პატარა გოგონა, რომელსაც არ ვიცი რა. ხშირი ურთიერთობა მქონდა განსაკუთრებით ბათუმში თუ რამე ხდებოდა ყველგან იყო, აღმოჩნდა რომ სწორედ ეს იყო. ბათუმელებმა გაუძლო ასლან აბაშიძის ფეოდალურ რეჟიმს, გაუძლო ნაციონალური მოძრაობის არადემოკრატიულ რეჟიმს, გაუძლო ქართული ოცნების ძალიან ძალადობრივ, პრაქტიკულად დეჰუმანიზირებულ რეჟიმს. მე ვამბობ ამას გაუძლოს და არა უძლებს, იმიტომ რომ ქართულ ოცნებას არსენალში პრინციპში აღარაფერი აღარ რჩება, იმიტომ რომ ადამიანი ფიზიკურად გამოკეტილი ყავთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ამ გამოცდილებას, ასე დავარქვათ, ის თავის სასარგებლოდ გამოიყენებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი სურვილის გარეშე ხდება, დარწმუნებული რომ ბევრი ისეთ სასარგებლო თვისება შეიძენს ამ უბედურების გამო, რომელიც მერე გამოადგება თავის ქვეყანას პირველ რიგში. მადლობა, რომ ხარ ინსპირაცია არა მხოლოდ ამ თაობის,
არამედ ძალიან ბევრი თაობის, მომავალი თაობის, რომელიც ამ ქვეყანაში აუცილებლად ევროპულ საქართველოს გააცოცხლებს. მზია სამუშაო კაბინეტი არის ის რაღაც მინიმალისტური სამუშაო ოთახი ქონდა სივრცე. მოასწრებდი მაგალითად რომ ყავა არ შემოეთავაზებია თანამშრომლებსაც მოუხარშავდა ხოლმე ყავას დილაობით. კატა ნიუსაც ისევე ელოდება თავის პატრონს, როგორც ნეტგაზეთის და ბათუმელების თანამშრომლები თავიანთ დამფუძნებელს. ამბობენ, რომ მძაფრად ვერ გრძნობენ და არ განიცდიან მზიას არ ყოფნას, რადგან საპრობილიდან საკუთარ თანამშრომლებს მუდმივად ამხნევებს და ახსენებს მთავარს, მიუხედავად ყველაფრისა, არ დაკარგონ ობიექტურობა. არ არის მზია მკაცრი ადამიანი, არის წესრიგიანი ადამიანი, მომთხოვნი ადამიანია ძალიან და საქმეზე, როგორ იყო იცით, დილით მუშაობდა, საღამომდე მუშაობდა, მე ზურგზე მოიკიდებდა კომპიუტერს. მეჩხუბებოდით ხოლმე რომ კომპიუტერს მაინც ნუ წაიღებ, ანუ ის გამძობითი სამუშაოს ასრულებდა ხოლმე კომპიუტერს მაინც ნუ წაიღებ სახლში, ძალიან ხშირად, იმიტომ რომ მას არ მინდა ეხლა ამაზეც ვილაპარაკო, ჯანმრთელობის სხვადასხვა ტიპის პრობლემა ჰქონდა. ყველა ბავშვი მაიცოდა მზია, ყველა ბავშვი მიდიოდა მზიასთან მაგალითად. თანამშრომლების შვილებზე ვლაპარაკო, მე რა უყურებდი რომ ამ ბავშვს, რომელსაც იცნობ, სხვა უნარები ჩანდა მზიასთან კომუნიკაციაში. ვინც ადევნებს თვალს მის სასამართლო პროცესებს, ვინც ადევნებდა თვალს მის პატიმრობას, მის წერილებს, მის შიმშილობასაც, ალბათ ცოტათი მაინც მოახერხებდა იმის დანახვას და აღქმას და გაგებას, თუ რა ხასიათი აქვს მზიას, როგორი პიროვნება არის ის, რა სიმტკიცე აქვს და როგორ შეუძლია რომ მართლა ძალიან მტკიცე იყოს იმ თავის რწმენაში, თავისი საქმისადმი. მე მზიას ვიცნობ ძალიან დიდი ხანია და ვერ ვიტყვი რომ მეგულება რომელიმე სხვა ადამიანი უფრო თავმდაბალი, უფრო მაღალი პასუხისმგებლობის და უფრო საქმისადმი მეტად ერთგული ვიდრე მზია ამაღლობელია. ეს საქმე საერთოდ არ არის სილაზე, ეს საქმე არის მზია ამაღლობელზე, ეს საქმე არის ბათუმელებზე, ეს საქმე არის დამოუკიდებელ მედიაზე, მედიას საშუალებაზე, უფრო ფართოდ ეს საქმე არის ზოგადად თავისუფალ მედიაზე და ეს საქმე არის ყველა დამოუკიდებელ და თავისუფალ ჟურნალისტზე, ვინც დღეს საქართველოში ცდილობს რომ თავის საქმე აკეთოს. და ყველა იმ თავისუფალ ჟურნალისტზე, რომელიც მომავალში ეცდება, რომ ამ ქვეყანაში თავის საქმე აკეთოს. ბოლოს წინა სასამართლოზე ეგრეთ წოდებულმა დაზარალებულმა აჭარის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ მოყვა თუ როგორ ეტკინა მზია ამაღლობელის 3 თითის მოხვედრა. ის რომ ირაკლის ლოყა წითელი ჰქონდა, ფარსად ქცეულ პროცესზე სხვა პოლიციელებმაც ერთხმად დაადასტურეს. მაგრამ ბოლო პროცესზე მოწმის სახით გამოკითხულმა ექსპერტმა რეჟიმს და მისი სახელით მოსაუბრე აჭარის პოლიციის უფროს ლოყის ტკივილისა და სიწითლის პოლიციელზე თავდასხმის სისხლის სამართლის შეკერილი საქმე სრულად ჩამოუშალა. დაზიანების ობიექტური ნიშანი არ არის. შესაბამისად, ეს არ არის ჩემი შეფასების საგანი. ჩემი შეფასების საგანი არის დაზიანების შუალოდ დაზიანების ობიექტური ნიშნების შეფასება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რადგან აღნიშნულ პიროვნებას არ ჰქონდა დაზიანების აი მე ობიექტური ნიშანი, შესაბამისად, გაიცა შესაბამისი დასკვნა. გებუაძე ვეძებეთ ჩვენს, ის ბათუმში ღიად ბოლო თვეებია აღარ ჩანს. მაგრამ იმ დროს, როდესაც შაბათის ფორმულა ამ რეპორტაჟზე მუშაობდა, გებუაძე სასტუმრო შერატონში ოცნების მაღალჩინოსნების უსაფრთხოებაზე ზრუნავდა. იქვეა გადაღებული ეს ვიდეოც, რომელიც TikTok პლატფორმაზე გავრცელდა. ჩვენს გვიყვარხარ ჩვენს. ამ ქალაქში სამართალთან ერთად ადეკვატურობაც სვამს თანთქა. ნეპოტიზმსა და კორუფციაში ჩაძირულ რეგიონში არჩეული მერები თანამდებობიდან წასვლის შესახებ მოსახლეობას Facebook პოსტების საშუალებით ატყობინებენ. ვიკითხეთ, დააკლდება თუ არა ბათუმელებს არჩილ ჩიქოვანი, ქობულეთელებს კი ლევან ზოიძე. ორივემ გასულ კვირას დაწერეს, რომ მიდიან. მათ წინ უსწრებდა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი თორნიკე რიჟვაძე. მანაც Facebook-ის პოსტით გვითხრა, რომ მიდიოდა, თუმცა არავინ იცის სად. ეს უკვე დიდი პოლიტიკაა ბაბუ. ქიქოვანი მე ახლა ამას დამიბაძა არ დამაგდება. ქიქოვანი მე რა უნდა გამიგე. მე ჩემ ხარს და ზნო მომაჩებინა და დაშევინა. მე ანავი. არასდროს არავისგან არაფერი არ იმსნია. მე მხოლოდ ჩემ თავზე ვარ დამოკიდებული. პიროვნება არავინ არ არის. ხალხისთვის ვინა არც მოვლენ და არც ავერ ხალხისთვის.
აღმოჩნდა, რომ არც საკრებულოს და მერიის თანამშრომლება იცოდნენ რაიმე მერების ინფლუენსური წასვლის შესახებ. მათ შორის არც ბათუმის საკრებულოს, გახარიას ყოფილი პარტიის და ახლა უკვე ქართული ოცნების წევრმა თავმჯდომარემ. მერის გადადგომასთან დაკავშირებით, თუ იცოდით წინასწარ, ეს მინდა რომ ვიცოდეთ. თუ თქვენს Facebook პოსტით გაიგეთ. მე როგორ დამცოდნა და მერმა თვითონ მიიღო გადაწყვეტილება. ან წინასწარ არ გაიარა კოლეგებთან, თანამშრომლებთან, რომ გადადგომას აპირებთ. არ ვიცი, ეგ ამბავი არ ვიცი, ეს პირადი გადაწყვეტილებაა და არ ვიცი გამო. ანუ Facebook პოსტით გაიგე შეიტყვეთ თქვენს ამის დაზუსტება მინდა. შეულებრივად გავიგე მე როგორც თქვენ, არ ვიცი, პირადი რაღაცები არ ვიცი. მზია ამაღლობელი 100 დღეზე მეტია რეჟიმის ტყვედ რჩება. ბრალდების შეკერილ საქმეში ყველაფერი ნათელია. გამოანათებს თუ არა მზე საქართველოს სოციოპოლიტიკურ ცხოვრებაში, მხოლოდ დროსა და ამ ქვეყნის მოსახლეობაზეა დამოკიდებული.